ასეთი სეზონი არა. ნახე რა სასწაული ასტრების სეზონი. ასტრების დროა ეს. ნახე რა სეზონი. როგორ უხდება ნახე რა ფერია. წაბლი და ასტრის სეზონია ახლა. ძალიან უხდება ერთმანეთს. განწყობი ნახე რა. შემოდგომის ყველაზე ბარაქიანი, ყველაზე კარგი და სწორი პროდუქტი არის წაბლი. და სამწუხაროდ სოფლიოში აქ წაბლს პრობლემა. ვარაუდობენ რომ 10 წელიწადში წაბლი აღარ იქნება. და რა დასანანია? ყველგან ამერიკაშიც, ყველგან სოფლიოში წაბლს აქვს რაღაცა სოკო. სოკო არა ისეთი პრობლემა, სოკო და მავნები, იმ სოკოზე არის რაღაცა მავნებელი, რომელიც იმ სოკოთი იკვებება. და ძალიან დიდი პრობლემაა. არა და ასეთი პროდუქტი ხო არ არსებობს. ასეთი სასარგებლო როგორი წაბლია არც ერთი სხვა არ არის. და აი ჩვენი ეს კავკასიური წაბლი კაშტანია სატივა, რომელიც იზრდება ჩვენს ტყეებში ველურად. ყველგან დაავადებულია. და სულ უფრო ცოტა და ცოტა ჯანმრთელი წაბლი ჩანს ჩვენს ბაზრებში. შარშან რომ იყო იმაზე მეტად დაავადებულია წელს, ფაროსანამ ფლათ მოსყო და ხმება. აი ტყეებში, იმერეთის ტყეებში რომ შეხედოთ, დაკვირვებული თვალი, სპეციალისტის თვალი მიხვდება რომ წაბლის ხეები სულ ამომხმარია. ეს სოკო და მავნებელი შვება ამას ერთად. და ძალიან დასანანია, ისე მენანება მოსასწრებია. ფრანგები საერთოდ წვნიანს აკეთებენ წაბლისგან. პიურეებს, სუპებს, კრემ სუპებს, ამაზე უფრო კაი პროდუქტი არ არსებობს. ჩვენს ბავშვობაში აცმული იყიდებოდა. ასე თოკებზე აცმული, ძაფზე აცმული. ის ველური წაბლი ყველა ჯობია, წვრილი რომაა. ხარაგაულის. თუმცა გურიაში არაჩვეულებრივი ჯიშებია. ის მთლად მსხვილები რომ არაა ისე გემრიელი. აი ეს უფრო წვრილები, ეს ახლა ლაგოდეხისაა და გადასარევია. აღმოსავლეთის წაბლი ახლა ამ ბოლო დროს ჯობია ეთყობა, აქით არ არის დაავადებული. ჩვენი სახლები, გურიაში ჩვენი ოდა სახლები სულ ყველა წაბლისაა, წაბლის ხისგანაა. ის დედაბოძები, აივნის სარაბახები, კილიშები, ყველაფერი წაბლია. უძლებს იქიდან ჩამოტანილი ფიცრები, აი ესეც წაბლია, ნახე, ბებია ჩემი სახლი იყო. ეს ფიცარი არის 150 წლის, 155 წლის და ნახე როგორია. რომ ჭრიდა დურგალი რომ აკეთებდა სალაშინის პირებს ყოველ ნახევარ საათში უცვლიდა, ისეთი მაგარია. ძვალივითა. ასეთი ხე არ არსებობს არც ერთი, ვითომ მუხაო, მაგრამ არ შეედრება წაბლი რომა ისეთი ფერი, ისეთი მერქანი არც ერთს არ აქვს. ძალიან მენანება რომ წაბლი როგორც ვარაუდობენ, მალე აღარ იქნება. ძალიან მენანება. და თითქოს ხვალ აღარ იქნება, ისე მოვიმარაგებ და ყოველ მეორე დღეს ხარშავ საჭმელად. მასპინძლობ ჩემს სტუმრებს ყველას. ჩვენს ქალაქში ცხოვრობს კარგი მხატვარი, გემოვნებიანი ქალბატონი ნინო ფერაძე, რომელიც ხატავს ძალიან დეკორატიულ პატარა ნამუშევრებს. მე მიყვარს მისი ნამუშევრები, გაზაფხულზე იებს უკვეთავ ხოლმე, ზაფხულში მაჩიტებს და ახლა ბროწეულების სერია გაგვიკეთა და მოგვიტანა. ნახეთ რა სილამაზია. ერთი მეორეზე ლამაზი ნამუშევრებია. მე ვსვამ ასე ლამაზ ჩემს მოგონილ ჩარჩოებში, ჩარჩო არ თქვია მას, შუშებში, რომელსაც ვამაგრებ ასეთი თეფშის დასაკიდებელი სამაგრებით, რითაც თეფშებს ვკიდებთ ისე, უბრალო მარტივ შუშებში და ვთავაზობთ ჩვენთან მოსულ სტუმრებს. ძალიან ბევრს მოსწონს, იმიტომ რომ არის სიყვარულით სავსე ნამუშევრები. ნახე რა სილამაზია, როგორი თხები აქვს, ნახე. ანგელოზები, შეხედე რა სილამაზია. ახლა ბროწეულების სეზონს ძალიან უხდება. თუ კი მოგინდებათ საჩუქრად რომ გაახაროთ თქვენი ახლობლები, ჩვენთან შეგიძლიათ აქ შეიძინოთ. გარდენიაში არის ნამუშევრები. გაზაფხულზე გვექნება ქალბატონი ნინოს იები. ეხლა რაჭაშია წასული და ხატავს.
ამბობს რომ იქ კარგად გამოსდის. ნახე როგორი ლამაზებია. საახალწლო საჩუქარი ამაზე კარგი რა უნდა იყოს ჩასმული ლამას ჩარჩოში. მომწონს ქალბატონი ნინო და მისი ნამუშევრები. გულიანად იცის ხოლმე, ჩიტებიც დაუხატავს ნახე რა ლამაზია. ყველაფერი ბროწეულებთან დაკავშირებული. რა გზა მაქვს ბროწეულების შემდეგ გაზაფხულს და ქალბატონი ნინოს იებს დაველოდები.